ქვეყანა ემზადება ერთი თარიღის აღსანიშნავად. 28 ნოემბერს ხდება ერთი წელი, რაც პროჭორილურმა ხელისუფლებამ პირდაპირ მოგვახალა იქამდე წლების განმავლობაში რამდენჯერმე შემოვლით სხვადასხვა გზით შეფარვით ნათქვამი. ჩვენ უარს ვამბობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მას შემდეგ საქართველოში არ წყდება პროტესტი. უკვე ერთი წელია. მსგავსი ამ ისტორიას, ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. მსგავსი არ მომხდარა. ამ ერთწლიანი ბრძოლისთვის უზარმაზარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ერს, რომელიც გაიზარდა იქამდე, რომ საკუთარი სახელმწიფო მართლაც საკუთრად მიაჩნია. უზარმაზარი მადლობა ეკუთვნის ასობით ადამიანს, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის მოქალაქეს, ვინც ნებით ჩაჯდა ციხეში. დიახ, დღევანდელ საქართველოში ადამიანები ამას სრულიად გამიზნულად, ნებით აკეთებენ. და ეს არ არის სიგიჟე. ერთადერთი რაც არის, რატომაც არის, ეს არის სიმბოლო. ზოგადად ეს ბრძოლა სავსეა სიმბოლოებით. ნაღდი ევროპულად ლურჯი დროშების ბრძოლა თითქოს ზებრის შარდით შეღებილ ფერდაკარგულ ქოცურად ლურჯ დროშასთან. და 28 ნოემბერს, ვიცი, ასეთი ნაღდი ევროპული დროშა გადაეკვრება საქართველოს ქუჩებს. ვიცი. 365 დღიანმა პროტესტმა ბევრი რამ აჩვენა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ 100%-ით გვაქვს შესაძლებელი მოსამართლეთა კორპუსი. ვიცით, რომ 100 თუ არა 80%-ით გვაქვს შესაძლებელი პოლიცია. დღეს ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის თავდაცვის სისტემა. დღეს ვიცით, რომ რადიკალურად 100 თუ არა 90%-ით გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის საშუალო ჩინოვნიკური კორპუსი. სამხარეო ადმინისტრაციები, მერიები, საარჩევნო კომისიები და უამრავი სხვა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი განათლების სისტემა, რომლის კისერზეც არის აწლეულების განმავლობაში დამზადებული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პროდუქტი. ზუსტად ის, რომელსაც ბორის ივანაშვილი დღეს ეყრდნობა. და ვიცით, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც მომავალი ხელისუფლება მოჰკიდებს ხელს, უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და რაც მთავარია, შეუქცევადი. რომ იმის შემდეგ მე ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერა პარტიამ, ვერა კოალიციამ ვერ შეძლოს მთავარი მიმართულების, ევროატლანტიკური კურსის შეტოკება, არათუ გადახვევა ან ჩაჩეხვა.